საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების ნაწილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ლაშატუღუში. ლიკა ბასლაია, შავგულიძე და ზაზა აბაშიძე სამეურო საბჭოს შეკრებასა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების განხილვას ითხოვენ, რადგან არხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დააგროვდა. საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ უნდა ჩატარდეს ღია სხდომა, ამ სხდომაზე დაინტერესებული მხარეები იყვნენ მოწვევლები და შეხვედრას გენერალური დირექტორიც დაესწროს. ბორდის წევრების განცხადებით აღნიშნულთან დაკავშირებით 3 წევრმა დირექტორატს წერილითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება მას არ მოყოლია. საჯაროდ კიდევ ერთხელ ვითხოვთ სამეურო საბჭოს შეხვედრას, ღია შეხვედრას ბუნებრივია, სადაც ასევე იქნებიან დაინტერესებული პირებიც, ისინიც გამოხატავენ თავიანთ გულის ტკივილს. ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დაესწროს ამ შეხვედრას გენერალური დირექტორი, რომელმაც ვფიქრობ უნდა გვითხრას რა არის დღევანდელი მდგომარეობა, როგორია მისი პოზიცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ არ იხსნება შვადღის ეთერი. ჩვენ გვინდა ღია დისკუსიები ყველა საკითხზე, მათ შორის პირველი მთავრობის მიერ, ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ საგარეო კურსის რადიკალურ ცვლილებასთან დაკავშირებით, აი ამის ირგვლივ პირველ რიგში გვინდა რომ უფრო ინტენსიურად და უფრო ხშირად იყვნენ მოწვეული უფლებადამცველები, იყვნენ მოწვეული პირადად დაზარალებულები, ნაწამები ადამიანები, რომლებიც ჯოჯოხეთი გაიარეს ამ პოლიციური სისტემის ხელში და სხვა მიმდინარე საკითხები.